მადლობა გოდერძი, ახლა გოდერძის წინაპრებზეც ვისაუბრებთ არ. ახლა თქვენ ეკრანზე დაინახავთ კანადაში მდებარე აფხაზის ბაღის ფოტოებს. ეს არის ულამაზესი მშვიდი ოაზისი ვანკუვერის კუნძულზე, ქალაქ ვიქტორიაში, რომელთანაც სიყვარულის სავსე ისტორია დაკავშირებული. ბევრს უჩნდება კითხვა და თქვენს გაგიჩნდათ კითხვა ალბათ, საიდან აღმოჩნდა აფხაზის სახელი ცნობილი ბაღი საქართველოდან ასე ძალიან შორს. აფხაზების საგვარეულო რეალურად აფხაზეთის მთავრების შერვაშიძეების იმ შტოს წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ოსმალეთის შემოსევისას კახეთში სოფელ კარდენახში გამოიქცა. ადგილობრივებმა მათ აფხაზები შეარქვეს, რაც მოგვიანებით მათ ოფიციალურ გვარადაც იქცა. ეს ბაღი კი 1946 წელს დააარსა ამგვარის ღირსეულმა შვილმა, თავადმა ნიკოლოზ აფხაზმა. თუმცა მისი კანადაში აღმოჩენა მამის გენერალ-მაიორ კონსტანტინე კოტე აფხაზის სავგანწირვას უკავშირდება, რა თქმა უნდა. გენერალი კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დიშვილი, მისი იდეების გამგრძელებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდათ. მას და მის მეუღლეს ელენე იოსელიანს ორი ვაჟი ჰყავდათ, ნიკოლოზი და უმცროსი ილია, რომელსაც სახელი დიდი პატივსაცემად დაარქვეს. თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 14 წლის ილია მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა და ნიკოლოზი ოჯახის ერთადერთ იმედად და მემკვიდრედ დარჩა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გენერალი კოტე აფხაზი სათავეში ჩაუდგა მოგეხსენებათ ანტიბოლშევიკურ სამხედრო ცენტრს. 1923 წელს იგი კომუნისტებმა დააპატიმრეს და სხვა ოფიცრებთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. სიკვდილის წინ წარმოთქმულმა მისმა სიტყვებმა მეუკვდები სიხარულით, რადგან ბეწირები სამშობლოს შეძრა მაშინ მთელი ქვეყანა და ეს მისი სიტყვები იქცა ქართველი ოფიცრების თავგანწირვის სიმბოლოდ. მამის დახვრიტის შემდეგ ნიკოლოზი როგორც საგვარეულოს ერთადერთი გადარჩენილი მემკვიდრე დედასთან ერთად იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში და გადასახდნენ საფრანგეთში. სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომით ნიკოლოზმა პარიზში ცხოვრება დაიწყო, სადაც 1920-იან წლებში შანხაიში დაბადებული მდიდარი ინგლისელი ქალი პეგი პემბერტონი გაიცნო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა უკვე ისინი დიდხანს დააშორა ერთმანეთს. ნიკოლოზი საფრანგეთის არმიაში იბრძოდა და გერმანელთა სამხედრო ტყვეობაში აღმოჩნდა. პეგი კი ჩინეთში იაპონელთა საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს. ომის დასრულების შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი წყვილი ნიუ-იორკში შეხვდა ერთმანეთს. მათ დაქორწინება და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან წყნარი ოკეანის პირას კანადურ ვიქტორიაში დაწყება გადაწყვეტეს და 1946 წელს მათ შეიძინეს კლდოვანი მიწის ნაკვეთი, სადაც მხოლოდ საუკუნოვანი მუხები ხარობდა და 40 წლის განმავლობაში საკუთარი ხელით გააშენეს უნიკალური ლანდშაფტური ბაღი. წყვილს შვილები არ ჰყავდა და ამ სივრცეს თავის ერთადერთ შვილს უწოდებდნენ. დღეს ეს სივრცე კანადის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ნიკოლოზ აფხაზის და პეკის გარდაცვალების შემდეგ ბაღს განადგურება და კოტეჯებად გადაქცევა ემუქრებოდა, თუმცა კანადის ბუნების დაცვის ორგანიზაციამ საზოგადოებრივი შემოწირულობით შეისყიდა ეს ბაღი და ოფიციალურად მიანიჭა მემკვიდრეობის სტატუსი. ბაღი დღესაც ღია დამთვალიერებლებისთვის ბილეთები არ იყიდება, დონაციაზეა, ანუ თუ ადამიანი შევა, ყველაზე ცოტა $10 მაინც უნდა შესწიროს ამ ბაღს. იაფი ყოფილა. რაც უფრო ხშირად ასეთ თემებზე ვსაუბრობთ, მით უფრო რაღაცნაირად ჯავრი და ბრაზი მიჩნდება ისტორიაზე. ახლა ნახეთ, ჩვენ დღეს ეხა რეალურად რა მოვყევით. მოვყევით ის, რომ ნიკოლოზ აფხაზმა ამხელაძე ბაღი გააშენა მეუღლესთან ერთად და დღეს ეს ქვეყანა ამ სიმდიდრითაც რა თქმა უნდა ამაყობს. ამ დროს რა მოხდა? იძულებული გახადეს, რომ ასეთი ადამიანები ამოეგრიჯათ ქვეყნიდან, ამოეშანთათ რუსეთს, ამოეჭამათ, გაეკორტათ, მამა დაუხრიტეს და ვინ იყო? ილიას დიშვილი იყო, ილია მოკლეს და რამდენი ასეთი. იცი რა, რუსეთსაც, მაგრამ ქართველებმაც არ დააკლეს. კი, რა თქმა უნდა, ქართველი ბოლშევიკები შეიძლება რუს ბოლშევიკებზე საშინელებები ჩადიოდნენ აქ საქართველოში. კი, რა თქმა უნდა, მე სხვათა შორის ფილმი რომ გადავიღე, გახსოვთ ნაზარის წერილები, იქაც მკვლევარი ამბობდა ასეთ რამეს, რომ
ეს დავალება არ მოსულა ცენტრიდან, ადგილობრივმა ბოლშევიკებმა. გადაწყვეტილება ენთუზიაზმით, ხო. ანუ ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ისტორიისთვის, ქართული ფესვებისთვის ძალიან კარგი ასევე გასაბრაზებელი რამდენი ასეთი ისტორია, ეს ასეთი ადამიანებიდან გამოათავისუფლეს ქვეყანა. გესმით, ანუ კულტურა, წარმატებული სპორტსმენები, წარმატებული მხატვრები, ზოგადად ეს გენოფონდი, რომელიც გაწყვიტეს. ჯერ პირველი მსოფლიო ომში დაიღუპა ქართველი ცოტა არა. კი ბატონო. მერე კომუნისტ ბოლშევიკებმა გაწყვიტეს რჩეული ხალხი. საზოგადოება. რჩეული. მერე მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით. ანუ აი რამ ყველას წინაშე მოხთილი გვაქვს ვალი და არავის ვალი არ აქვს ქართველებს. არავისი და არ გვექნება არასდროს, იმიტომ რომ არ არსებობს კონფლიქტი, არ არსებობს დამპყრობელი, არ არსებობს ომი, სადაც პირველ რიგებში ქართველი არ იბრძოდა. და ამას მიუმატეს ზემოდან და 70 წლის განმავლობაში უყუღმა მოყოლილი ქართული ისტორია. რასაც გვასწავლიდან თუნდაც აგერ მე და შენ სკოლაში რასაც გვასწავლიდან. ხო? ასე რომ შერვაშიძეების ეს ბაღი ხო შერვაშიძეები მე გამეხარდა რომ დონაციაზეა და მარტო თვითმფრინავის ბილეთი გვაქვს ასაღები. იქ $10 არ გადავიხდით. როგორ შეღავათია. ძეგლია და სხვათა შორის იქ მდებარეობს თან ჩაის სახლია, მათი აშენებული რა თქმა უნდა, იქვე შეიძლება ჩაის მირთმევა, ყავის მირთმევა და ძალიან ლამაზი გარემოა და მუზეუმიც არის თავისთავად ნივთებია დაცული. განსაკუთრებით მალამოარ გედება, როდესაც აფხაზეთთან არის დაკავშირებული, ხო, იმიტომ რომ სადაც კი აი ხო ძალიან მოგწონს მერი შერვაშიძის ისტორია მოგწონს, ხო, ორბელიანების ისტორია, ჭავჭავაძეების, გურამიშვილების და ასე შემდეგ და ეს დიდი ისტორია ქართული ნამდვილად, რომელიც ამოშანთეს, მაგრამ აი ბაღი დარჩა ეგერ, სადღაც ვიღაცა დარჩა, სადღაც მაინც დარჩით, მაინც გადავრჩით, მაინც ვიგზით, მაინც დამოუკიდებელი ვართ, მაინც თავისუფლები და მაინც მაგრები ვართ. ვიზებს საუბრობთ, ხო? ანუ დღეს ვსაუბრობთ ამ დიდებულ ხალხზე და არა იმ მაწაკ ბოლშევიკებზე. რა თქმა უნდა. რომლებიც სამწუხაროდ სულ იქნებიან, ეხლა შეიძლება სხვა სახით იყვნენ და სხვა ვიზუალით არ იყვნენ ბოლშევიკები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ მსგავსი ეგ კიდე სხვა საკითხია. ახლა ნუ ჩაუღრმავდებით. კარგი, ნუ ჩაუღრმავდებით, ამდენი ფილოსოფია აღარ გვინდა.